დილამშვიდობისა, უამრავი თქვენგანი როსვამს კითხვას რა გვეშველება, რა უნდა გავაკეთოთ. მე მომაწოდე საქართველოსდან და მიდის ამაზე მუშაობა ეროვნული დარბაზის შეკრების. პირდაპირ გეტყვით, ეს არის უპარტიო საზოგადოება ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან, რომლებიც საკუთარი სამშობლოს, საკუთარი ერის ინტერესების სახელით შეიკრიბებიან ყველა კუთხიდან და პლუს ამას იმ ოკუპირებული აფხაზეთიდან და იმ ოკუპირებული ცხინვალიდან დაუძახებენ დელეგატებს, მათ შორის ირანში უსამართლოდ ისტორიული ჩვენი ტვირთი, რაც იყო გადასახლებული ფერეიდნელი ქართველებიდან და თუნდაც იმ თურქეთიდან, მოკლედ ნამდვილი ეროვნული დარბაზია შესაკრები. შესაკრები ამ გათახსირებული, ამ გაფუჭებული პოლიტიკანების გარეშე და მისაღებია გადაწყვეტილება, როგორ სამშობლოში უნდა ვიცხოვროთ ჩვენ. მე ახლა თქვენ არ დაგტვირთავთ იმ სისტემატური სქემების ახსნით, თუ როგორ შეიძლება სახალხო ძალაუფლება დამკვიდრდეს სამშობლოში, მაგრამ ამის აუცილებლობას თითოეული თქვენგანი რო გრძნობთ და არა ხედავთ საკუთარ ტყავზე, ეს ხო ისედაც რეალურია. სხვა ალტერნატივა ამისი არ არსებობს, დრო ყველაფერს გვიჩვენებს. ეს არის ხანგრძლივი პროცესი, ეს არის მტკივნეული პროცესი, მაგრამ ეს არის ქართველი კაცის გასაკეთებელი პროცესი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, ქართველი ერის ინტერესებით ქართველმა კაცმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, როგორი კონსტიტუცია უნდა ქონდეს, როგორ სახელმწიფოში უნდა იცხოვროს და როგორ უნდა ემსახურებოდეს მას ეროვნული სახელმწიფო და როგორ უნდა მუშაობდეს ქართველზე საქართველოს სახელმწიფო და არა სხვებზე და არა სხვებისთვის. უპირველესი პრიორიტეტი საქართველოში უნდა იყოს ქართველი და შემდეგ სხვა. და დღეს არის პირიქით და ეს არ უნდა გაგრძელდეს ასე და საქართველოს რო არაქართველები მართავენ არაქართული ინტერესებით, ეს თქვენ ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ. მოკლედ ესეთ რაღაცაში მე ყოველთვის ჩემი ინიციატივა იქნება, რომ მხარი დაუჭირო ამ ყველაფერს და ჩემ შესაძლებლობებს მოვახმარ ასეთი მოძრაობების და მოძრაობის გაძლიერებას. მე დეტალიკას მე ახლა აქ არ შემოვიტან, მაგრამ მე მხარს უჭერ აი ესეთ იდეას. გმადლობთ.